მართლა ჩვენი ბევრი თუნდაც ჩვევები და ასევე აღქმაც და ემოციაც მოდის ბავშვობიდან და ოჯახიდან, ოჯახის ტრადიციიდან. მამას ძალიან უყვარდა ახალი წელი და ყოველი ჩვენი 31, იმიტომ დედა მუშაობდა, ყველა მუშაობდა და 31-ში ყველანი ვიყავით ჩართულები ამ სამზადისში. ეს იყო საცივი და ახალი წლის ნაძვის ხე. ნაძვის ხე დღეს რო არის ესე წახვალ იყიდი, ასე არ იყო. და რა თქმა უნდა, იყო ესეთი მოპოვებული ნაძვის ხები, უნდა ყოფილიყო აუცილებლად ცოცხალი და ყველანი ვიყავით ჩართულები. მამა, დედა, მე და ჩემი ძმა. ჩვენ ოჯახში იყო ყოველთვის რიამული, იმიტომ რომ ბევრი ნათესავები ჩამოდიოდნენ ჩვენთან და კეთებოდა გოზინაყი, ეს დამზადებოდი და გვეგონა და არსეც მგონია, რომ პირველ იანვარს ხდება რაღაც ახალი სასწაული, ანუ ცხოვრება კიდევ უკეთესი ხდება. და ცხოვრება იმდან საინტერესოს გვიმზადებს, რომ თუ ჩვენ 31-ში ასე გამოწკეპილები, ჩაცმული მამა ჩემი აუცილებლად ჰალსტუქს იკეთებდა, იცავდა პიჯაკს, მეც რა თქმა უნდა და ჩვენ ნამდვილად სახლის ტანსაცმლით არასოდეს ავხვდებოდით 31-ს. ასე მოდის აქამდე. ანუ სიცოცხლე იბადება კიდევ და კიდევ. 1 იანვარს. ყოველთვის პირადად მე ვთილობ რაღაცა ლამაზი საჩუქრები მოვიტანო სახში. ყველასთვის მაქვს ჩემი საჩუქარი და რაც თავარია სამზადის ვიტყვი. როდესაც ძალიან კარგად ვაკეთებდი. იმ დღეს ვიხსენებდი რომ ნუ თუ შემეძლო მე რომ ამდენი ნამცხვარი და ტორტები გამეკეთებია და არავის არ ჯერა. ერთშვენიერ დღეს კიდე გავიხსენებ რომ ესეთი საახალწლო მზადება და მარტო ჩემთვის არ ვაკეთებდი, მეზობლებს უკეთებდი. და ჩემი ძმა არის ექიმი, ჩაჩევას ინსტიტუტში, მიან გინეკოლოგი, მედიცინის დოქტორი, სევერიან ჯუღელი, ამოვიდა ჩემთან და მეუბნება მადონა, შენ რა გინდა რომ იყო? მზარეული თუ ექიმი? ორივე ძალიან კარგი პროფესია. მთავარი უნდა იცოდე რა გინდა. თუ შენ ამას დროს დახარჯავ ყოველ დღე და მეზობლებს გაუკეთებ ნამცხრებს, ტორტებს, მაშინ შენ ვერ ისწავლი და ვეღარ იქნები ის ექიმი, რაც უნდა იყო და ისი მომავლისკენ გინდა. თუ გინდა მზარეული იყო, ფანტასტიკურია, საოცარი პროფესია, მაშინ აკეთე ეს საქმე. და იმის შემდეგ სამწუხაროდ ჩემი ტორტები გადავიდა გვერდზე და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვაკეთებ სახში, მაგრამ აკეთებს დედამ. განსაკუთრებული კერძი საახალწლოდ რა გქონდათ გარდა იმ ტრადიციული კერძებისა? მედოქი, ეს იყო 12 შრე ქონდა, მედოქს ასე უძახოდით, ახლა მე მგონი თაფლის ნამცხვარი ქვია. ტორტივით იყო, 12 შრე იყო. ვაბტყელებდი აი ესე ზუსტად ესეთი აი ასეთ ღუმელში შედიოდა, ოღონ ეს ყველაფერი ხდებოდა უწვრილესი, უთხელესი იყო და იყო 12 შრე. ასე რომ ეს ჩემი იყო ესეთი ვარსკვლავი ნამცხვარი, რომელსაც დღესაც კი ახსოვთ. პერფექციონისტი ვარ მე თვითონ ბუნებით. თუ ვაკეთებ, ან არ ვაკეთებ. თუ მიყვარს, ან არ მიყვარს. საშუალო არაფერი არ არის. და მაშინც ასეა, თუ აკეთებ შენ საქმეს, იქნება ნამცხვარი, იქნება თუ ექიმი ხარ, თუ სწავლობ, უნდა ისწავლო ძალიან კარგად, რომ შენი ცოდნა მოახმარო მელისყურს. მომავალი ჩემიც სავარაუდოდ როცა გავალ პენსიაზე, პრიორიტეტი იქნება კიდევ და კიდევ კულინარია და საინტერესოა ხოლმე როცა პაციენტთან საუბრობ და პაციენტი არის მზარეული. პირველი კითხვა რომ დავამთავრებ რა თქმა უნდა და ვიცი რომ გარეთ მელოდება პაციენტი, მაგრამ არ შემიძლია რომ არ ვკითხო, გეხვეწები ეს მასწავლე. ანუ ქვეცნობიერებაში არის ეს და სწორია. შეიძლება ითქვას, რომ მე რომ ჩემი ცხოვრება სხვანაირად წასულიყო, ნუ სხვადასხვა პირადი მოსაზრების გამო. და მე არ ყოფილიყავი მაგალითად დღეს მე და ჩემი შვილები მარტო, შეიძლება მე ყოფილიყავი კარგი მზარეული სახში, რომელიც გემრიელ სადილს ამზადებს, ელოდება მეუღლეს
და შესაბამისად ეს ყველაფერი ძალიან კარგად გამოდის. რა კერძს მომზადეთ ახალწლად ისეც განსხვავების? მე მიყვარს სხვადასხვა სალათები. King salad-ს მოვამზადებდი. ისეც რომ შუაში რო დაგვედო, როგორც ტორტი ისე გაგეჭრათ. რატო სალათი? ჯერთ ჯამთელია საკვები როგორც ასეთი. ბოსტნეული, ცილა, აუცილებლად უნდა იყოს შიგნით ცილაც და ბალანსირებული კვება არის ის, რაც ვთავაზობ ყოველდღიურ ურთიერთობაში ჩემ პაციენტს. ანუ რასაც ვჭამთ, ის ვართ. ეს არის სლოგანი, რითაც ვიწყებ ყოველ მეტწილი კომუნიკაციას ჩემ პაციენტთან. ხალი პირველ რიგში უნდა იყოს ჯამთელი. იმიტომ ის არის ბოძი, ის არის დედა, ის არის მართველი, სამყაროსი. ისე რომ გაუფრთხილდეთ თავს, ჩავიტაროთ ყველანაირი პრევენციული შესაძლებლობების დატვირთვით ჯამთელობის ყველანაირი კვლევები. თუნდაც წელიწადში ერთხელ ეს გავაკეთოთ. პირველ რიგში იმიტომ რომ კიდევ და კიდევ ჩვენ ვართ მატარებელი სიძლიერის შესაძლებლობის იმისი, რომ ჩვენი ოჯახი ჩვენზეა. ჩვენ სრულიად ვაძლიერებთ ჩვენ ოჯახის წევრებს და ბევრი რამეა დამოკიდებული. მინდა მოგილოცოთ ახალი წელი. მინდა იყოთ ძალიან კარგად, ძლიერად, ლამაზად, შინაგანად, ლამაზად. და პირველ რიგში კიდევ და კიდევ ჯამთელად. მიყვარხართ.